Ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმარია პირდაპირ მნიშვნელობით ტკბილი სიმღერების ავტორი. გთხოვთ მივესალმოთ დავით კევლიშვილი. ბატონო დავით, სტუმრობისთვის და რატომღაც გული მიგზნობს, რომ ძალიან მსუყე და ტკბილი სტუმრობა გამოგვივარა. როგორ ფიქრობთ? მეც ეჭვიან მეპარება. თან გემრიელი თავისთავად ცხადია და რა ვქნათ ახლა ფაქტიურად ტკბილ სიმღერებზე პირველად თქვენი კაკლის მურაბა მახსენდება და კიდევ შაქარივი დავდნები. და რამე თუ გაქვთ კიდევ ვარიანტი, შეგიძლიათ შეგვახსენოთ. არის რამე სიმღერა. ბიჭი მოტკბოა, მაგრამ შაქარი არ უწევს ნორმას. გასაგებია, ხო, თავარი არის ახლა დაბალანსება ყველაფერს კი ბატონო. სიმღერა ხო მიყვარს არა და ამას წინა ჩამეხლიჩა ხმა რა. და ოჯახის ეკიდან მივედი მე ვთხარი აი ესეთი რაღაცა ჩემი სიმღერის ახალშვა არ არსებობს ხლიჩაყლიჩ. აი სამლებიო მიდიო უცებ 10 აქშიო და მივედი აი სამლები მინდა მეთქი. 140 ლარიო. რა მეთქი და დამიბრუნდა ხმა. გადასარევი მეთოდია, გადასარევი. კი ბატონო, ესე იგი. გადავრჩი. კი ბატონო, ესე იგი, თქვენი სიმღერები სასიამოვნოც არის და კალორიულიც, ხო, ესე მივხვდი. როგორც კალორიულია. ვატყობ საქმეში და 37 წლის წინ დაიწერა ეს სიმღერა და ანუ 37 წლის წინ შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმღერა შექმენით და შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმღერა 37 წლის მოხუპეთ. მოხუპე. 37 წლის წინ თვითონ კაკალს რო იმას შევმდე ხრიტავდნენ რა. დიახ. 8 ნახრეთი უნდა ყოფილიყო. ეხლა ცოტა მოუმატეს, მაგრამ ეხლა კაი ჩანგლები შემოვიდა. კაი ჩანგლები შემოვიდა. მაშინ უფრო ის იყო. ესე ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მურაბა ამდენი წლის მიუხედავად მაინც არასდროს არ ფუჭდება და სულ იქნება პოპულარული კი და გემრიელი. ჩაშაქრებულიც კარგია. ჩაშაქრებულიც კარგია, რა თქმა უნდა. კი ბატონო. რაღაცის კონცერტი მზადდება, მე მგონია, უფრო სწორედ რაღაცის რა თქვენი კონცერტი მზადდება, ანუ მურაბა ვიგულისხმე თავიდან. მურაბული კონცერტი. ჩასამურაბებელი და ჩასაკოკლოზინებელი და ამის შესახებ ერთი-ორი სიტყვა რომ გითხრათ. რომ მოგეხსენებათ, მე მუშაობ ახლა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. ახლა მოვათავე რა გამოცდები გადამსვლელი ჩემი ბავშვები. ჩააბარეთ, გილოცავთ. ხო, მე მგონი კი ჩავაბარე და უნარჩვევები და ყველაფერი. ზაფხულამდე ხო, თავისუფალი ვარ, როგორც ივლისში თხილამური, ხო და ესე იგი საესტრადო განყოფილების გამგე გახლავართ. ხაჩორი ძალიან კაი კაცია, დირექტორი ვინცა გია ქორქაძე, მეგობრებიც ვარ, დირექტორიც არის და მოკლედ. ძალიან კარგი. უყვარს მურაბა. მურაბა უყვარს. ის სიმღერას. ნიგზიან ბადრიჯანძეც უყვარს არა. კიდე მან სამსახურში სარდაფში ხომ არ გაქვს შენახული პირდაპირ. აი მე ჩვენ ახლა იქ მივალთ ბაღი, ედემია ჩვენთან რა. მარტო სასწავლებელი არ არის. თავის მარანი, თავის მარტო როიალი არ გიდგას, მაყალიცა გვაქვს. თან ისეთ სიმღერებს წერთ, რომ პატარა ნერწვის მოგადგება ადამიანს და ყველაფერი გამზადებული გაქვთ იქ კარგი დროის სატარებლად. ჩემი სიკეთის არ იყოს, თქვენ ძალიან გიყვართ, ვიცი ესე. ეხლა უკვე წინასწარ რო უნდათ რომ ჩააბარონ გამოცდები, ძმაკაცმა დამიერეკა და ჩემი შვილი უნდა მიიღო წელს სასწავლებელშიო და მე სმენა აქვს მე კიდე კახელია რავი რო დაუძახებ მაიხედავსო და ეხლა დაიჭერე გადასარევი სმენა მოიყო მეთქი აბარა კითხე ისა რაღაცა ხო არ უნდა ველოდეთ შემდეგ სიმღერას დაუშვათ შინდის კომპოტი ან რაღაცა კიტრის წნილი რაღაცა მსგავს რაღაცებზე ხომ არა გაქვთ სიმღერები ეხლა უფრო მომზადებული უფრო დესერტზე ფიქრობ რა რა მინდა კითხოთ ესე იგი ახლა ბევრჯერ მოგიყოლიათ ეს ისტორია კაკლის მურაბის შექმნასთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა გამოჩნდა კიდევ ახალი სიმღერა, რომელიც იმედი მაქვს, რომ დღესაც შეიძლება გაჟღერდეს და მაყალი არის ესე იგი ამ სიმღერაში ნახსენები. და ამ მაყალთან დაკავშირებით რომ გითხრათ, ისტორია რომ გითხრათ. რა იყო ცით ერთხელ აი გავიღვიძე და რაღაც კაი განწყობაზე ვიყავი რა და წინა დღით დაკეიფარი რა თქმა უნდა და მაგას ნაბახუსები ქვია ხოლმე ისე და თქვენ თუ კარგ განწყობაზე იყავით საერთოდ პახმელი არ ვიცი ჩემ ცხოვრებაში რას ნიშნავს აზრზე არა ვარ აი რა რომ მეულებია ხოლმე მიკვირს ნუ რა როგორ შეიძლება მოგიყვებით მაგას ხო და ხო ზოგი რომ ინდურ პირსახოსებს იკრავდა ხო არ ვიცი ვერც ვარჩევ სადაურია მაგრამ
მოკლედ გავიყიდე და რაც კაი განწყობა რო არის და გვერდში კიდე საყვარელი ადამიანი რო გიზის. ნუ ზოგადად ახლა ლაპარაკობ განიგე. დიახ, გასაგებია. ხო და რაღაცა მელოდია იმ წუთში მივორდი სხვა შორის მუზა რომ მომდის ხოლმე პირდაპირ მივდივარ ინსტრუმენტთან და უცებ და ეგრევე ნოტაზე წერი, იმიტომ რომ მე მავიწყდება. მელოდიას წერ ციფროვკაზევიდან აღერ დათო ბატონმა იცის ესამბლები ხუთიანზე. ანუ გვერდით რომ კარგი ადამიანი გიზის იმ წუთში მაყალი გაგონდება ასოციაციურად. მაყალი და პურმარიც ყველა. ეს მელოდია რომ დავწერე WhatsApp-ით გავგზავნე ჩემ მეგობარს ტექსტების და ლექსების დიდ ავტორს ზურა გოშაძეს. ჩვენს უმაგრეს ადამიანს, ჩვენ ზურას დიდი სიყვარულით მივესალმებით აქედან. ერთ საათში გამომიგზავნა ტექსტი, აი პირდაპირ დაჯდა. მე მგონი შეესაბამება ხო მელოდია და უნდა შეესაბამებოდეს ეს. ნახოთ, აი დღეს ვცდით ამ ამბავს ყველაფერს. როგორ გამოგვივა შევხედავთ. უბრალოდ მე როგორ გამომივა. თქვენ როგორ გამოგივა. მაიდა ნასოსი. მაიდა მაყალი. ამ გულში ბუდემავს ნადები ვარ შენი ღიმილის თავდები სულ შენით ვიწყები თავდები ღიმიც ხარ ჩემი და დარდები სულ შენით ვიწყები თავდები ღიმიც ხარ ჩემი და დარდები და ხურდა მაღალი და მაჯარი გვერდი შეწყალხა გათავდა ეგარის რაც არის შენ გარყავ დარაჯად დავდგები აგავსებ იებით ვარდები ოცნებად მხოლოდ შენ დამყვები მე შენით უღვინოდ დავთორები ოცნებად მხოლოდ შენ დამყვები მე შენით უღვინოდ დავთორები ხურდა მაღალი და დურდა მაჯარი თუ გვერდი შეწყალხა გათავდა ეგარის რაც არის შეწყალხა გათავდა ეგარის რაც არის გახურდა მაღალი და დურდა მაჯარი თუ გვერდი შეწყალხა გათავდა ეგარის რაც არის გათავდა ეგარის რაც არის გათავდა ეგარის რაც არის არა არ დამთავრებულ არა 1 2 და 3 ჰეი ეს იყო მთავარი დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ყველასათვის უსაყვარლესი დავით კევლიშვილი